უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ ევროკავშირის ყველაზე პატარა წევრი ქვეყნებიც კი აიძულა მაღალტექნოლოგიური თავდაცვითი ინდუსტრიები განევითარებინათ. მათ შორის კვიპროზე ის დრონები მზადება, რომელსაც უკრაინა ფრონტის ხაზზე დაზვერვისთვის იყენებს. იარაღის მწარმოებელმა კომპანიამ Swarmlim გასული 3 წლის განმავლობაში უკრაინული არმიისთვის 200-ზე მეტი დრონი სახელწოდებით H-10 Poseidon-ი დაამზადა. Poseidon-ის დრონებით უკრაინულ არმიას მოწინააღმდეგის მიზანში ამოღება ნებისმიერ ამინდში შეუძლია. Swarmlis ქარხნის პირველი სართული უპილოტო დრონების დამზადებას ეთმობა, ხოლო სპეციალურ დაცულ სათავსოში სწრაფი საზღვაო დრონების ნაკრები ინახება, რომლებიც მაღალი გარჩევადობის კამერებითა და 50 კალიბრის ტყვიამფრქვევებითაა აღჭურვილი. კომპანიის დირექტორის გარი რაფალოვსკის თქმით, დრონებმა უკრაინაში ფრონტის ხაზზე ჰაერში დაახლოებით 100,000 საათი გაატარეს. ის არტილერიისთვისაა შექმნილი, სადაც ვეგბოდა სათვალთვალო სამიზნეების მოძიებისთვის. ის დაბალ სიმაღლეზე მიწიდან 2 კილომეტრის სიმაღლეზე დაფრინავს. საშუალებას იძლევა დაადგინოს სად არის მოწინააღმდეგე და დაარეგულიროს ცეცხლი. იარაღის მიწოდება 2022 წელს დავიწყეთ. ფრონტის ხაზზე დრონებმა 100,000 საათზე მეტხანს იფრინეს. ყველანაირ პირობებში დღისით თუ ღამით. დიდი ალბათობით ჩვენ მათ 200-ზე მეტ ერთეულს კიდევ მივაწვდით. გარი რაფალოვსკის მიაჩნია, რომ უპილოტო საფრენი აპარატები თანამედროვე ომის წესებს ცვლიან, რადგან უპილოტო დრონები სამხედრო თვალსაზრისით ნაკლები შემოსავლობის მქონე ქვეყნებს ძლიერ მოწინააღმდეგეებზე გარკვეულ ბერკეტებს თავაზობენ. მიუხედავად იმისა, რომ დრონები ძვირადღირებულ შეიარაღებას, როგორებიცაა ტანკები, артиლერია და საბრძოლო თვითმფრინავები, სრულად ვერ ჩაანაცვლებენ, გარი რაფალოვსკი ამბობს, რომ ისინი გაცილებით უფრო მოქნილია და ნაკლები ჯდება. Swarmlis მიერ წარმოებული ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე საზღვაო დრონების ჰაიდრას დამზადება 80,000 ევრო ჯდება და მას მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო ხომალდის განეიტრალება შეუძლია. ევროპამ თავდაცვითი დამოუკიდებლობის გაძლიერებასა და იარაღის წარმოების გაზრდაზე საუბარი უფრო აქტუალურად რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის არაერთგვაროვანი განცხადებების შემდეგ დაიწყო. თავდაცვითი ინსტრუმენტების გაძლიერების მიზნით ევროკავშირმა მილიარდობით ევრო გამოყო. კვიპროსის მსგავსი ქვეყნებისთვის, სადაც მაღალტექნოლოგიური იარაღის მწარმოებელი კომპანიების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება, ეს ბევრ შესაძლებლობას ქმნის. ერთობლივი შესყიდვების პროგრამის ფარგლებში კვიპროსი ევროკავშირისგან დაახლოებით 1 მილიარდ ევროს მიიღებს. ჩვენ ვხედავთ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც პატარა ქვეყნებს აქვს და რომლებიც ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს. ჩვენ გვაქვს ნიშა ძალიან მაღალ ტექნოლოგიურ პროდუქტებზე და ეს სერიოზულად უნდა გაითვალისწინონ ევროკავშირმა, ჩვენმა პარტნიორებმა, წამყვანმა კომპანიებმა, რომლებიც თავდაცვის ინდუსტრიის პიონერები არიან. რუსული საფრთხიდან და რეგიონში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ევროპის მასშტაბით იზრდება დაფინანსება შეიარაღებაზე, განსაკუთრებით კი უპილოტო დრონებზე. კვიპროსის მსგავსად დრონების დამზადება და დრონების საწინააღმდეგო შეიარაღების განვითარება გააქტიურეს ბალტიის ქვეყნებმა და დანიამ. საბერძნეთში კი დრონების პროგრამა შეიარაღებული ძალების 25 მილიარდი ევროს ღირებულების რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს სახელმწიფოები, რომლებიც სამხედრო დრონებს აწარმოებენ, თანამშრომლობენ უკრაინასთან, რომელიც საფრენი აპარატების ტექნოლოგიის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.